მალე ჩვენ ვიწყებთ ტელერადიო კომპანიების რიონი, ოდიში, ეგრისი, მეცხრე ტალღა, არგო, პირდაპირ ეთერში შოუ კომპანია და სტუდიო წარმოგიდგენთ კასტინგი შოუ გამარჯვება 13 დაძაბული კვირა და ბრძოლა გამარჯვებისთვის 13 დაუვიწყარი საღამო 13 განსხვავებული მონაწილე 13 შანსი პირველობისთვის მალე მოემზადე კასტინგისთვის გვაჩვენე ვინ ხარ შენ და რატომ უნდა მოიგო მთავარი პრიზი მოიგო პირველობა და რაც მთავარია მისი აღმატებულება ტელემაყურებლის სიმპათია გიწევთ სრულიად დასავლეთ საქართველოს პროექტის გენერალური სპონსორია კომპანია თაია გადაცემა 13 სპონსორია ინტერნეტ ტოტალიზატორი Riviera.com მაქსიმალური კოეფიციენტი და კომბინაციების დიდი არჩევანი 13-ს წარმოგიდგენთ მამუკა მიქაძის სამედიცინო კლინიკა ბომონდი გადაცემას წარმოგიდგენთ ხორცს პროდუქტების მწარმოებელი კომპანია ონიმა აღდგომიდან 40 დღის შემდეგ მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. წმინდა სახარების მიხედვით ქრისტე თავის მოწაფეებს აღდგომის შემდეგ 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა და მოუთხრობდა სასუფეველის შესახებ. ერთ-ერთი გამოცხადების დროს მოწაფეებს აღუთქვამ, რომ ძალიან მალე ისინი სულიწმინდის მადლით აღივსებოდნენ. ეს არის ამაღლება უფლის ღვთისამაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს, როდესაც აღდგომიდან მე 40 დღე უფალი იცით ჩვენ რო იყო დედამიწაზებს გადაგებდა ახსენდა სასწაულებს, ხოლო 40 დღეს ამაღლდა ზეცად, გადაცა მადლი, სულიწმინდის მადლი, ვიცით ამაღლებიდან შემდეგ 10 დღის შემდეგ გადმოდის მოციქულებზე, მაგრამ ამაღლების შემდეგ მას მიცა უანდერძა უფალმა, რომ წადით მოიმოწაფეთ ყოველი წარმართ და ნაცერთებით მათ სახელით და მამისა და დაძისა და დასულისა წმინდისა. ხო და დღეს ულოცავი ამ კიდებული დღესასწაულს ჩვენი ეპარქიის მმართველს პირველ რიგში ეუფე ვახტანგს, პატრიარქ თელ სასულიერო პირებს, მამამელიტოს ამ ტაძრის წინამძღვარს, ჩვენი ეპარქიის სასულიერო პირებს თავისი მრევლის, თავისი ოჯახებით ღმერთმა დალოცოს, აი ამ ტაძრის მრევლს ულოცავ და თითოეულ თქვენთაგანსა სრულიად საქართველოს ღმერთმა დააგლოცოთ, მრავალსა წესა, მრავალჟამიო ყოფილიყავით. ძალიან ბედნიერი ვარ კიდევ ჩემი სულიერი სისუსტისა და ფიზიკური სისუსტის გამო კიდევ ერთ ამ ხელა დღესასწაულს რომ დავესწარი. მიხარია ძალიან. ეს არის აღდგომის შემდეგ უმაღლესი დღესასწაული უდიდესი. მე ბედნიერი ვარ და მთელ საქართველოს მართლმადიდებელ ქრისტიანს და ყველას ულოცავ ამ დღესასწაულს და ამაღლებას უსურვებს სულიერებაში, გაძლიერებას, კარგად ყოფნას, გამრავლებას და ყველაფერ კარგ სიკეთეს და ბედნიერებას. ორივნის მართლმადიდებელი ეკლესია ასევე წმინდა ნინოს მშობელთა ზაბულონისა და სოსანას ხსენების დღესაც აღნიშნავს. წყალმომარაგების ქსელის სრული რეაბილიტაცია. პროექტი, რომელიც წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტში განხორციელდება, გარდა გაზრდილი გრაფიკისა, იმ უბნების წყლით მომარაგებასაც ითვალისწინებს, რომელთაც სასმელი წყალი წლების განმავლობაში არ მიეწოდებოდათ. წყალსადენის სისტემები ახლა მაზნიაშვილის ქუჩაზე მონტაჟდება, რომლის რეაბილიტაციის შემდეგ 130 ოჯახი მიიღებს სასმელ წყალს. პროექტის ფარგლებში განსასრულია გორგასალის ქუჩაზე მდებარე მაგისტრალური ქსელის რეაბილიტაციაც.
მიმდინარეობს ზესტაფონის წყალგანალის რეაბილიტაცია, სამუშაოებს აწარმოებს სამშენებლო კომპანია Blend Invest, დამკვეთი არის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ჩართული ადგილობრივი ხელისუფლება. სამუშაოები დამთავრდება ამ წლის ბოლოს, რასაც თავის თავზე იგრძნობს ზესტაფონის მოსახლეობა. პროექტი, რომელიც ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის დაფინანსებით ხორციელდება, წლის ბოლომდე გაგრძელდება მუნიციპალიტეტში. ეს არის პირველი ეტაპი, რომელიც სამუშაოებითაც უკვე დაიწყო მთელი წლის განმავლობაში. ეს სამუშაოები გაგრძელდება როგორც ხოხოულას სათავე ნაგებობაზე, ასე თვითონ ქალაქის ცენტრალურ სათავე ნაგებობაზე, საბოროჟიეს ქუჩაზე განლაგებულ სატუბის სადგურში, როგორც სატუბის სადგურის რეაბილიტაცია, ასევე მილგაყვანილობების შეცვლაც სარგებლობის მიმართულებით, ახალი ურდულების დაყენება და ყველაფერი ჟამში ნიშნავს იმას, რომ ქალაქ ზესტაფონში წყალმომარაგება წლის ბოლოსათვის ორჯერ, სამჯერ უკეთესად იყო ეს დღევანდელთან შედარებით. Wir leben in einer kleinen Stadt hier und wir gehen auf die Schule. პირველი ტელეხიდი თავისუფალ სკოლასა და ბერტა ფონ ზიუტნერის გიმნაზიას შორის. გერმანულენოვანი კლუბის გოეთეს წევრებმა დღეს პირველად განახორციელეს ტელეხიდი ბერლინის გიმნაზიის წარმომადგენლებთან. მათთვის საინტერესო თემებზე საუბრის შემდეგ ახალი მეგობრებისთვის საგანგებოდ სიმღერაც შეასრულეს. ახლა ჩამოყალიბდა და ჩვენ ვიკრიბებით ყველა, ვინც გერმანული გვიყვარს, სწავლობთ გერმანულს და ჩვენთვის ძალიან დიდი სიამოვნება და დიდი გამოცდილება გერმანულთან ლაპარაკი და ეს ტელეხიდიც კიდევ ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი არის ჩვენი გერმანულის უკეთესად შესასწავლად. ამ წუთში ტელეხიდი მიმდინარეობს გერმანელ ბავშვებთან და ესეც ძალიან კარგია ჩვენთვის, რომ პირველად ტარდება საერთოდ ზესტაფონში ასეთი ღონისძიებები და მოხარული ვარ, რომ კიდევ უფრო გაგრძელდეს ასეთი ღონისძიებები ზესტაფონში, თუმცა პატარა ქალაქში. გერმანული ენის კლუბი თავისუფალ სკოლაში სულ ცოტა ხნის წინ დაარსდა. კლუბი ზესტაფონის ყველა სკოლას აერთიანებს და მისი პრეზიდენტი გოეთეს ინსტიტუტის ექსპერტი კაიეტინ ბაუმანი გახლავთ. Hier eingeladen wurde und zum Ehrenpräsidenten des neu gegründeten Goethe-Clubs ernannt wurde. მე ამაყი ვარ დღეს რომ ამირჩიეთ საპატიო პრეზიდენტად გოეთეს კლუბის, მე როგორც გოეთეს ინსტიტუტის წარმომადგენელი, ყოველდღე დაგიწევ დახმარებას და თქვენთან ერთად ვიქნები. Ich persönlich will das auch unterstützen und regelmäßig auch Beiträge leisten. გოეთეს კლუბის წევრებს დღეს მეორე შეხვედრა ჰქონდათ, სადისკუსიო თემად კი ყველამ ერთხმად ფეხბურთი შეარჩია. დღეს მეორე შეხვედრა ჰქონდა გოეთეს კლუბს ნამდვილად. ჩაატარა ბატონმა ბაუმანმა ეს დღევანდელი საღამო, ჩვენ მანამდე ღია გაკვეთილი ვაჩვენეთ მას, დღეს ფილმი გვაქვს, ახლა ვნახავთ რამდენიმე წუთის შემდეგ ფილმს, შემდეგ დისკუსია გვექნება ამ ფილმზე, ეს არის დღევანდელი ჩვენი კლუბის თემა, ხოლო შემდეგ ალბათ, უფრო მეტი მხარდაჭერა გვექნება, ვაპირებთ ძალიან ბევრ საკითხს საუბარს და დიალოგის გამართვას, ვაპირებთ ამასთანავე, იქნებ მოვახერხოთ და გერმანიაში ვიზიტსაც, აი ტელეხიდი გვაქვს გერმანელ მოსწავლეებთან, ესენი არიან ბეტა ზაიმერის გიმნაზიის მოსწავლეები, ალბათ ამათაც მოვიწევთ შემდეგ საქართველოში. გეგმები ბლომად გვაქვს, აი ხა კონკრეტულად ესე ხვალ რა მოხდება ვერ გეტყვით, მაგრამ გეგმები გვაქვს და ვაპირებთ რომ განვახორციელებთ. გოეთეს კლუბი ხშირად მასპინძლობს სტუმრებს გერმანულენოვანი ქვეყნებიდან. კლუბს დაგეგმილი აქვს გერმანულენოვანი ელექტრონული და ბეჭდვითი გაზეთის გამოცემა. დაგეგმილია გერმანულენოვანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ჩვენებაც. მოეწყობა პოეზიის დღე სკოლაში. იგეგმება ღია სასკოლო ოლიმპიადების ჩვენებაც. განსაზღვრულია მოსწავლეთა საერთაშორისო კონფერენციებისა და ეროვნულ საგნობრივ ოლიმპიადაში მონაწილეებისათვის სპეციალური პროგრამის შემუშავებაც.
სალარო აპარატის ჩეკმა ახალი დანიშნულება შეიძინა. შემოსავლების სამსახურის ინიციატივით 18 აპრილიდან ჩეკების გათამაშება დაიწყო. მთელი საქართველოს მასშტაბით ნაღდი ფულით შესყიდვის დროს მიღებული ნებისმიერი ჩეკით წამახარისებელი გათამაშების მონაწილე ხდებით. თამაშდება 10, 20, 50, 100, 10000 და 50000 ლარიანი მოგებები. ჩეკის მომგებიანობის შემოწმება სამი მეთოდითაა შესაძლებელი. სამივე მათგანი უფასოა. გადამოწმება მობილური ტელეფონით. აკრიფეთ ფიფქი 200 დიეზი. დააჭირეთ ხელი ღილაკს OK. თავდაპირველად შეიყვანეთ 8 ნიშნა კოდი, რომელიც განთავსებულია თქვენი ჩეკის მარცხენა ქვედა კუთხეში. გადააგზავნეთ და შემდეგ შეიყვანეთ 6 ნიშნა კოდი. პასუხს მოგების შესახებ მიიღებთ ხისიერად. შეგახსენებთ, მობილურით გადამოწმება უფასოა. გადამოწმება უფასოდ სწრაფი გადახდის აპარატებითაცაა შესაძლებელი. პროცედურა იგივეა. აჭერთ ხელს სპეციალურ ბანერს, შეკავთ გრაფებში 6 ნიშნა და 8 ნიშნა კოდები და პასუხი მოგების შესახებ მოგდით დაუყოვნებლივ. ჩეკების მომგებიანობის შესამოწმებლად ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდით rs.g. ვებგვერდის მარჯვენა კუთხეში განთავსებული ბანერიდან შედიხართ გათამაშების შიდა გვერდზე. შეკავთ ჩეკის მონაცემები და მოგდით პასუხი. შეგახსენებთ, გათამაშებაში მონაწილეობს ნაღდი ფულით შესყიდვისას მიღებული ყველა ჩეკი. ჩეკების გათამაშებას უკვე ყავს რამდენიმე 1000 გამარჯვებული. მოგებული თანხის მიღება შესაძლებელია Liberty ბანკში, კორსტანდარტ ბანკში, ბაზის ბანკსა და პრივატ ბანკში. თან უნდა იქონიოთ მოგებული ჩეკი და პირადობის დამადასტურებელი მოწყობა. მოითხოვეთ ჩეკი და მოიგე 10-დან 50000 ლარამდე. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ცხელ ხაზზე 2 421 200. შემოსავლების სამსახური.